სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონპროექტზე დღეს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გურმმა ფერმერებმა საჯარო განხილვისას გააკეთეს. სამომავლოდ პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი კანონი ფერმერთა შეღავათიან მომსახურებაზეა ორიენტირებული. კანონპროექტის ავტორები ამჯერად გურიას ეწვივნენ აგრარულ სფეროში დასაქმებულ პირებს, ფერმერებს შეხვდნენ და მათგან ის შენიშვნები და რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც პროექტს კანონის სახეს მისცემს. ფერმერები პოზიტიურად უყურებენ კოოპერაციულ გაერთიანებას და ყველა იმ საინტერესო ინიციატივას, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებასა და მის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. გაერთიანებას აუცილებელია ერთი სახელით გასვლა ბაზარზე, ერთ და იგივე მოთხოვნაზე აი მაგალითად მანქანა ტრაქტორებზე, სასრუხზე გაცილებით იაფად შეუძლია ფერმერს შეიძინოს. პლუს ამას რომ თვითონ სახელმწიფო ეძრა უკვე გარანტიას რომ დაეხმარება კოოპერატივებს აი ამ შეძენაში. კარგი იქნება ლიზინგის წესი თუ სახელმწიფო გარკვეული მანქანა იარაღებით ან იგივე მეცხოველეობის ფერმის შექმნაში დაეხმარება და თუ ვერ უზრუნველყოს ის ამ მართვას, ამ დაიბრუნებს უკან და გადასცემს იმას, ვინც უფრო ღირსეული არის. 14 მუხლიან საკანონმდებლო ინიციატივაში ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ის შეღავათებია, რითაც კოოპერატივში გაწევრიანებული ფერმერები ისარგებლებენ. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან იაპ კრედიტებზე წვდომის შესაძლებლობების გამარტივებაზე და არა მარტო აღნიშნულზე. რაც ზუსტად ვიცით უკვე, რაც ამ კანონპროექტში უკვე მოხვდა, გახლავთ ის, რომ კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ექნებათ შეღავათიანი კრედიტის მიღების უფლება, ასევე ექნებათ სახელმწიფო გრანტის მიღების უფლება, რაც აქამდე არ გააჩნდათ და ექნებათ სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები, რომელიც ჯერჯერობით ჩამონათვალი არ არის, თუმცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ მოგების გადასახადი, აქციზი, საწვავზე და ასე შემდეგ იყოს ან შემცირებული საგადასახადო განაკვეთი, ან საერთოდ გაუქმებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონპროექტი ბრიტანული ფირმა ოსთამის, ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავდა. კოოპერატიული სისტემა ცნობილი არის იმით, რომ ეს არის ყველაზე დემოკრატიულად მართული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვის რა შენატანი აქვს კოოპერატივში, ეს იქნება ვთქვათ 100 ლარი თუ 1000 ლარი, გადაწყვეტილების მიღების დროს ყველა ადამიანს აქვს ერთი ხმა. კომუნისტური პერიოდის კოლმეურნეობებისგან განსხვავებული ეს არის, რომ ადამიანებს არ ექნებათ არც აუცილებლობა, არც ვალდებულება და საერთოდაც ეს არ არის ამის გარშემო, რომ მიწები აუცილებლად გაერთიანონ და ამ გაერთიანებულ მიწებზე რაღაცა იშრომო და მოიყვანო მოსავალი. პროექტს განხილვების შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს და კანონის სახეს მისცემს.